მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის ბიუროკრატია ურყევად დგას ომის გაგრძელებისა და უკრაინის გაუთავებელი დაფინანსების პოზიციაზე, ევროპულ მედიაში უკვე ისმის კითხვები. კითხვები კი ეხება იმას, თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში, რამდენად არსებითია ის შედეგები, რაც დღეს უკრაინას აქვს რუსეთთან ომში და ზოგადად რა შეიძლება იყოს რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებების შედეგი. ბუნებრივია, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან, როგორც ყველა სხვა ომი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომიც ასევე მოლაპარაკებით დასრულდება. მოლაპარაკების მაგიდასთან კი მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის მხარეები არ იქნებიან. ბრიუსელის ბიუროკრატიას უკვე ღიად აქვს აღიარებული, რომ ისინი მხარე არიან და არა შუამავლები. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა და მთავარი სირთულე. არის კი მისაღები ევროპელი ლიდერებისთვის სავარაუდო მოლაპარაკებებში შესვლა მაქსიმალურად რადიკალური პოზიციებით. ალბათ ამიტომაც ჩნდება ის ფრთხილი სკეპტიციზმი უკრაინასთან მიმართებით, რასაც ევროპულ მედიაში ვხედავთ. რა დარჩება ომის ბოლოს უკრაინისგან? ან როდემდე შეიძლება უკრაინას ჰქონდეს რუსეთის სტრატეგიული დასუსტების გეგმაში ხელსაწყოს როლი? ყველაზე საინტერესო ამ თემის გააქტიურებაში ის არის, რომ ევროპული მედია უკრაინელების პირით საუბრობს. ამ შემთხვევაში კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის პირით. და მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის თვალსაჩინოა თუ როგორი ინტენსივობით ხდება უკრაინის მხრიდან რუსეთსა და მის ენერგოობიექტებზე თავდასხმა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის დეფიციტის მხრივ სერიოზული სირთულეები არის შექმნილი, ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთის დამარცხების ილუზია არ უნდა შეიქმნას. თავად უკრაინული მედია კი წერს, რომ ფრონტის ხაზზე არსებული რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალური პოლიტიკური განცხადებებისგან. საინფორმაციო საშუალება უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას სხვადასხვა სექტორში მოქმედი უკრაინელი სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს ფრონტზე სამხედრო უპირატესობების შესახებ და ყურადღებას ამახვილებენ იმ მძიმე სისტემურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეს დღეს თავდაცვის ძალები დგანან. დასავლურ მედიაში უკრაინაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის რთულ მდგომარეობაზე, სულ უფრო მეტი კითხვა ისმის. ამაზე ცოტა ხნის წინ უკრაინელ ბიზნესმენზე თავდასხმის გარშემო აგორებული სკანდალიც მეტყველებს. მონაკოში უკრაინელ ბიზნესმენზე თავდასხმა და შემდეგ თავდამსხმელი ქალის კიევთან ახლოს მკვლელობა ამის ერთ-ერთი მაგალითია. მის მკვლელობაზე დაკავებულები კი უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების წევრები არიან. იმ ფონზე, რომ გერმანიის პროკურატურამ სულ ახლახანს დაადანაშაულა კიევი და მისი ხელისუფლება ჩრდილოეთი ნაკადების აფეთქებაში, ასეთი სურათი ზელენსკისა და მისი ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ არის კარგი. ისიც ფაქტია, რომ უკრაინაში მობილიზაცია სულ უფრო ძალადობრივი ხდება. მოსახლეობა კი სულ უფრო აგრესიულ პოზიციას იჩენს კომისარიატებისა და მათი სახით ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე დღის წინ ლვოვში კომისარიატების წევრების ქმედებამ მასობრივი ბუნტი გამოიწვია, რაც თავისი მასშტაბით პირველია ომის დაწყების შემდეგ. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, თუ როდემდე შეძლებს ბრიუსელის ბიუროკრატია უკრაინის გამოყენებას რუსეთის სტრატეგიული დასუსტებისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ომის დამთავრებას არ ჩქარობს. დამთავრებას კი არა, მაქსიმალურად ცდილობს ომის გეოგრაფიული არეალის გაფართოებას. ზელენსკის რეჟიმი რეგულარულად მომბავს რუსეთის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებს, რითაც საკუთარ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი დარტყმის და რისკის ქვეშ აყენებს. დეესკალაციის მაგივრად ახალი ესკალაცია. მოლაპარაკებების მაგივრად უფრო მეტი რაკეტა და დრონი. ნათელია, რომ მსგავსი მიდგომით და შემართებით მშვიდობა უკრაინაში კიდევ დიდი ხანი ვერ დაისადგურებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქცენტი ორ რაღაცაზე კეთდება. უკრაინული დრონების წარმოებაზე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ მომენტზე და რუსეთის წინსვლის ტემპის შეჩერებაზე, როგორც უკრაინის ილუზორულ გამარჯვებაზე. გავლენიანი დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით რეალურად ერთიც მითია და მეორეც. ევროპაში ფულის სათხოვნელად ჩასული ზელენსკი სიმბოლურად ევროპულ-უკრაინული დრონების მწარმოებელ ქარხნებს ხნის ხოლმე Deep State-ის ევრომარიონეტებთან ერთად. ხან ახალი ქარხნების გახსნას აანონსებს, თუმცა დრონების წარმოებით ვინმეს გაკვირვება უკვე ძნელია. ჩინეთი, შეერთებული შტატები და თურქეთი დღესდღეობით დრონების წამყვანი და ყველაზე სერიოზული მწარმოებლები არიან მსოფლიოში და უკრაინის შესაძლებლობები მათთან შედარებით ცოტა მოგზალებულად გამოიყურება. ზელენსკის ბაქიბუქობა სულ უფრო ახალ მწვერვალებს იპყრობს. დასავლური აუდიტორიის წინაშე მუდმივად იმას აღნიშნავს, რომ ისინი ბევრ რუს ჯარისკაცს კლავენ ყოველთვიურად და რაღაც მხრივ სამხედრო წარმატებაზე აპელირებს. ამის ბოლო მაგალითია ანკარაში ჩატარებული ნატოს სამიტი, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ხელიდან შანსი არ გაუშვა, რომ არ წაეტრაბახა იქ მყოფი პუბლიკის წინაშე.
Thanks above all to our drones. უწინარესად ჩვენი დრონების წყალობით ჩვენ შევძელით ოკუპირებული ტერიტორიის მთელ სიღრმეზე დარტყმების განხორციელება და თქვენ ხედავთ როგორ გამოიყურება რუსეთის მასიური თავდასხმები. ისინი ძალიან ჰგავს იმას, რაც ახლა ხან ვნახეთ მეზობელ რეგიონში, როდესაც ირანის ძალებმა მეზობლებს შეუტიეს. სხვადასხვა ტიპის თავდასხმითი დრონები, რაკეტები და დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ გავზარდეთ რუსული შაჰედის ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 90%-ზე მეტად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეულად ათასობით რუსული თავდასხმითი დრონის ჩამოგდება ხორციელდება და ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა ამ მასშტაბის თავდასხმითი დრონებისგან თავდაცვის შესაძლებლობა. ანუ ზელენსკი მირიბად ის აღნიშნა, რომ ისრაელს უკეთესი რკინის გუმბათი აქვს უკრაინას. თუმცა შედეგები თუ იმშელებთ ძნელი დასაჯერებელია, რადგანაც რუსული დრონების შემოტევის შედეგად უკრაინაში ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქები ნადგურდება. მოკლედ სამხედრო მიღწევებზე ზელენსკის საუბარი დამთავრებული არ აქვს, რომ მომენტალურად სულ ახალი ტიპის სამხედრო არსენალს ითხოვს დასავლეთისგან. ანალოგიურად უკრაინული ძალაუფლების ვერტიკალის სხვა წარმომადგენლებიც. უკრაინული შეიარაღებული ძალების მეთაურს ოლექსანდრ სირსკის რამდენიმე თვის წინ Fox News-თან პროპაგანდისტული ინტერვიუ ჰქონდა, სადაც იდეაში უკრაინის ჯარის პიარი უნდა გაეკეთებინა დასავლური აუდიტორიის წინაშე. მაგრამ ამის მაგივრად ის უსუსურად და მომენტებში დაბნეულად გამოიყურებოდა და იმას აღნიშნავდა, რომ დასავლური დახმარების გარეშე უკრაინა განწირულია. მაყურებელზე ამ ყველაფერმა იმის საპირისპირო შედეგი დატოვა, ვიდრე ჩაფიქრებული იყო. ჩვენ ვებრძვით ქვეყანას, რომელიც ტერიტორიით, მოსახლეობითა და სამხედრო ინდუსტრიის პოტენციალით აღემატება ჩვენსას. ჩვენ ამ ომში 2014 წლიდან ვართ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის ქვეშ. ამ ომის მასშტაბები, ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მასიური გამოყენება, სადესანტო დრონების, ავიაციისა და რაკეტების ფართოდ განლაგება უზარმაზარ რესურსებს მოითხოვს. ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას და ინდუსტრიას არ შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს მტრის წინააღმდეგ ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა. ამიტომ ჩვენ ველით ჩვენი პარტნიორების მუდმივ მხარდაჭერას. მადლიერები ვართ, რომ ამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის განმავლობაში ისინი გვეხმარებიან იარაღითა და საბრძოლო მასალით. ესკალაცია ნიშნავს იარაღის მუდმივი მიწოდების აუცილებლობას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მუდმივად ზრდის თავისი საჰაერო დარტყმითი შესაძლებლობების რაოდენობას. უბედურება იმაში კი არაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად დასავლური დახმარების გარეშე თავდაცვა რომ არ შეუძლია. არა, ამაში არაფერი გასაკვირი არაა. ბევრი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში. უბედურება უფრო ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უკრაინის მთავრობას დამოუკიდებლად არც იარაღის წარმოება, არც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არც საკუთარი მოქალაქეების სოციალური ხარჯების უზრუნველყოფა, არც ბიუჯეტის შედგენა, არაფერი არ შეუძლია, ის მაინც ომის გაგრძელებას ირჩევს. იმ ომის გაგრძელებას, რაც მას შიგნიდან ჭამს და ანადგურებს. უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დენის შმიგალმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მხოლოდ სამხედრო საჭიროებებზე უკრაინელებს 2026 წლის განმავლობაში 120 მილიარდი დოლარი დაჭირდებათ. საომარი მოქმედებები რომ შეწყდეს მაინც. კიდევ რამდენი ათეული მილიარდი დოლარი სჭირდება უკრაინას შინოვნიკები რომ შეინახოს, პენსიები რომ გასცეს და ხალხი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ. უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა მიხეილ ფედოროვმა 26 ივნისს ევროპელებისთვის გაგზავნილ წერილში დამატებით კიდევ 6 მილიარდი ევრო მოითხოვა. როდემდე უნდა დააფინანსონ ევროპელმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინის ომის გაჭიანურება ძნელი სათქმელია. მაგრამ ევროპაში ამ ავანტიურას და მილიტარის სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე რომ ჰყავს ფაქტია. არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ბევრი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების წინააღმდეგ გამოდის, არამედ საკუთრივ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, სადაც ძირითადად უკრაინის მხარდამჭერები და წამქეზებლები არიან. ნიდერლანდების მთავრობამ დააანონსა, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ვეღარ დაეხმარებია. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოს ზეგერიუსმა განაცხადა, რომ უკრაინას პირდაპირ სამხედრო დახმარებას ვეღარ გაუწევენ. მან აღნიშნა, რომ რაც შეეძლოთ ყველაფრით დაეხმარნენ ზელენსკის რეჟიმს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მარაგები ეწურებათ, უკრაინელებს ვეღარაფერს ვეღარ გაუგზავნიან. ვინ იქნება შემდეგი სახელმწიფო, ვინც იგივეს გაიმეორებს? ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებისგან ამას არ უნდა ველოდოთ ნამდვილად. რადგანაც ისინი ისე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ ამ ომს და მის გაგრძელებას, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი გამაოგნებელია. ბალტიისპირელმა ლიდერებმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მრავალჯერ გამოთქვეს შეშფოთება ომის ნაადრევი დამთავრების გამო. ამჯერად კი ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა გამოიჩინა თავი. სტამბოლში ნატოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირით და ჯარისკაცების ჭარბის სიკვდილიანობით რუსეთს ვერ დაამარცხებენ. აი რუს ბავშვებს თუ შეექმნებათ საფრთხე, მაშინ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს. Well, I think our assessment in Finland as Russia's neighbor is to understand. ჩვენი
შეფასებით ფინეთში, როგორც რუსეთის მეზობელ ქვეყანაში, ეკონომიკური სიდუხჭირე ამ ომს არ დაასრულებს. ბრძოლის ველზე ისეთი სიტუაცია, რომ თვეში 35,000 რუსი ჯარისკაცი იღუპება. თუმცა რუსული რეჟიმის სტრატეგიული აზროვნება შეიცვლება მაშინ, როცა რუსეთის მოსახლეობა ომის წინააღმდეგ დაიწყებს გამოსვლას. და ეს ახლა ხდება. მიზეზი ბევრია. სინამდვილეში ეს ძალიან ახლოსაა მათ სახლებთან, მოსკოვთან, სანქტ-პეტერბურგთან, ყირიმთან. მაგალითად, ეს გავლენას ახდენს ბავშვების საზაფხულო არდადეგებზე. ინტერნეტის გათიშვებია, ბენზინ-გასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია. ასე რომ ეს ყველაფერი აიძულებს რუსეთს გადახედოს და იმედია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. სკანდინავიური ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურად იმას ამბობს, რაც არათუ ომის დასასრულთან მიაახლოვებს ყველას, არამედ ომს ახალ, ბევრად უფრო მძვინვარე ფაზაში გადაიყვანს, რომლის შედეგადაც საუბედუროდ როგორც ნგრევის მასშტაბი გაიზრდება, ასევე გარდაცვლილი სამოქალაქო პირების რაოდენობაც. ანუ Deep State-ის ევრომარიონეტები ზელენსკის აგულიანებენ, რომ რაც შეიძლება აგრესიულად შეუტიოს რუსეთს და ბავშვებსაც კი ახსენებენ და ამის არ ერიდებათ. თუმცა ზელენსკის რეჟიმი ისედაც მაქსიმალურად ცდილობს ამ ომის ტრანსფორმაციას ბევრად უფრო დიდ და მძიმე კონფლიქტში. უკრაინული სამხედროების მიერ დრონებით მიტანილი იერიშები სხვადასხვა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა. ერთგვარი PR აქტივობა იმ იმიტაციის შესაქმნელად, რომ უკრაინა წარმატებას აღწევს. ალბათ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ევროპელებს უფრო მეტი ფული თხოვენ. თან უკრაინის შეიარაღებული ძალები საკუთარ მარაგებს სწრაფად ხარჯავენ. ძალიან ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ზამთარი მათთვის ძნელი გასაძლები იქნება და ისინი საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებენ. ზამთრამდე უნდათ ამ ყველაფრის მოსწრება, რადგანაც ზამთარში უკრაინის მდგომარეობა ისევ დამძიმდება. ამ აზრზეა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, ამჟამად კი უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი. მან ბრიტანულ ტელეგრაფზე საკუთარი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მკითხველს მოუწოდებს, რომ დასავლური მედია საშუალებების ემოციურ სათაურებს ნუ წამოეგება. მისი აზრით, რუსეთი ომს არ აგებს. უკრაინის მხრიდან განხორციელებული დარტყმები კი, რაც ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატებით ხდება, რუსეთს კი აყენებს ზიანს, მაგრამ ეს იგივე ძალით და ხანდახან ბევრად უფრო დამანგრეულად უკრაინას უკან უბრუნდება ბუმერანგივი. მოსკოვის სტრატეგია სულ უფრო მეტად ეყრდნობა არასწრაფ წინსვლას, არამედ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას. რუსეთი კვლავ ფლობს ცოცხალი ძალის უფრო ღრმა რეზერვებსა და ინდუსტრიულ შესაძლებლობებს რამდენიმე კრიტიკულ სექტორში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა ვერ შეძლებს ამ უპირატესობის სრულად კომპენსირებას. მეორე გადამწყვეტი ცვლადი საერთაშორისო მხარდაჭერა. უკრაინის უნარი გააგრძელოს ომი დიდწილად არის დამოკიდებული მისი მოკავშირეების მხრიდან მუდმივ მხარდაჭერაზე. ამ მხრივ დაძაბულობის შემაშფოთებელი ნიშნები შეიმჩნევა. პოლიტიკური ცვლილებები ვაშინგტონში და მუდმივი განხეთქილება ევროპაში აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მხარდაჭერის დღევანდელი დონის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება. ზალუჟნი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში შემცირდება. ეს რაციონალური მოლოდინია. შემდეგ წელს მაკრონის წასვლის და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინას შესაძლოა საკვანძო პარტნიორი ჩამოშორდეს, რაც მისთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომაც ცდილობს ზელენსკი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მაქსიმალურად დრამატული სურათი დახატოს. თითქოს რამდენიმე ასეული დრონით რუსეთს ამარცხებს. უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულებაც აღნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვებაზე საუბარი არის ბოდვა. არ მსურს უჟმურად გამოვიყურებოდე, რომელიც ადამიანებს სიხარულს უმწარებს, მაგრამ ნოემბერში ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით საუბრებს იმაზე, თუ როგორ გადავიტანოთ ზამთარი. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ომში გარდამტეხი მომენტის მომსწრენი ვართ, უკრაინამ ყველაფერი შემოატრიალა და მალე კრემლში შეიჭრება, არის ბოდვა. უკრაინული კონსტანტინოვკა ომის საშინელებების სადემონსტრაციო მაგალითია. დონეცკის რეგიონში მდებარე ეს უკრაინული ქალაქი სიკვდილის ეპიცენტრს დაემსგავსა, სადაც დრო გაჩერდა, სადაც სიცოცხლე გაუჩინარდა. კონსტანტინოვკასთვის ბრძოლები 2025 წელს დაიწყო და ბოლო პერიოდში დიდი ინტენსივობით გამოირჩეოდა, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. საიდან ხართ? კონსტანტინოვკიდან. რა ხდება იქ? საშინელება. ასეთი საშინელებები ბევრ უკრაინულ ქალაქში ტრიალებს, რასაც ომის საშინელება ჰქვია. ყველაზე დიდი უბედურება კი უკრაინას წინელის, გენოფონდის რეკორდული შემცირება. ქვეყანა სერიოზული დემოგრაფიული კრახის წინაშეა. სხვანაირად ამას დემოგრაფიულ ზამთარსაც უწოდებენ. ამის შესახებ ზელენსკი საერთაშორისო შეხვედრებზე არ საუბრობს. მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით ერთ დაბადებულ ბავშვზე უკრაინაში 4 გარდაცვლილი მოდის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო თუ ფრონტის ხაზს შევადარებთ, ერთ დაბადებულზე 11 გარდაცვლილი. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 57 წლამდე დაეცა. უკრაინის მოსახლეობა მოსალოდნელია, რომ 40%-ით შემცირდება 2050 წლისთვის.
not nice. ეს კარგი არ არის, მაგრამ ომამდეც არ იყო კარგი. შობადობა მცირდება, სიკვდილიანობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ არ არის პროდუქტიული ასაკის საკმარისი ადამიანი უკრაინელების ახალი თაობის გასაჩენად. სულ მცირე უკრაინაში მაინც. ზელენსკი თუ ევროპელებისთვის იმის მიყიდვას ცდილობს, რომ ის წარმატებას აღწევს რუსეთთან ომში. საკუთარი მოსახლეობის დარწმუნება ამაში ძალიან უჭირს. უკრაინელები საკუთარი თვალით ხედავენ თუ რა მეთოდებით ცდილობს TCK-ს აზერბაიჯანის ხორცის შეგროვებას ფრონტზე გასაგზავნად. ლვოვში ეს ადგილობრივებს ყელში ამოუვიდათ და TCK-ს დაუპირისპირდნენ. მათ ქალაქის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყვეს, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს შეიძლება სხვა უკრაინულ ქალაქებშიც განმეორდეს. უკრაინსკა პრავდას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალური პოლიტიკური განცხადებებისგან. გამოცემასთან საუბრისას უკრაინელი სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს ფრონტზე სამხედრო უპირატესობის შესახებ და ყურადღებას ამახვილებენ იმ მძიმე სისტემურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს თავდაცვის ძალები დგანან. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს, რა დარჩება უკრაინისგან? რამდენი უკრაინელი შეეწირება იმ ომს, რისი დამთავრებაც Deep State და მის მარიონეტებს არ სურთ? ამ კითხვებს ალბათ თვითონ უკრაინელები დაუსვამენ ზელენსკის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ თავისუფალი მედია აღდგება. ჯერჯერობით კი უკრაინა ომის ბურუში რჩება გახვეული. ევროპის ქვეყნების ლიდერებში უკრაინის მიმართ სკეპტიციზმი იზრდება. ბულგარეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინას იარაღს აღარ გადასცემენ. პოლონეთის ხელისუფლება უკვე იქამდე მიიყვანა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და მისმა პოლიტიკამ, რომ ლამისაა მისი მთავარი მოკავშირე, მის მთავარ მოწინააღმდეგედ გადაიქცეს. ამ ფონზე ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი და კლასტერების გახსნები იმის ნიშანია, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, უკრაინასთან მიმართებით უკვე დიდი ხანია ერთმანეთს არის აცდენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესები და Deep State-ის ინტერესები. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.